განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ განვიხილავდით მეოთხე საუკუნის პირველი ნახევრიდან ეკლესიის ისტორიაში, საეკლესიო მოძღვრების ისტორიაში ახალი ეპოქის დადგომას და ამ ეპოქის უარსებითეს ნიშანთვისებებს. რამდენიმე მათგან შევეხეთ შედარებით ვრცლად. პირველ ნიშანს გარეგანადაც გამოვლენილს, მკვეთრად გამოვლენილს და გამოხატულს, რამაც განაპირობა უდიდესი მნიშვნელობის მქონე მოვლენები ეკლესიის ისტორიაში, კაცობრიობის ისტორიაში ეს გახლდათ ქრისტიანული სარწმუნოების სახელმწიფოებრივად აღიარება რომის იმპერიაში, კონსტანტინე დიდის მიერ არსებითად. ამ ნიშანზე დაფუძნებით მეორე ნიშანთვისება მეოთხე საუკუნის პირველ ნახევრისა, ამ ეპოქაში დაფუძნებული მსოფლიო კრებათა ეპოქის დასაფუძვლება, პირველი მსოფლიო კრების მოწვევა 325 წელს და შესაბამისად ყველაზე უფრო აღმატებული, მნიშვნელოვანი და შეუძრავი რჯულდებითი ეპოქის დადგომა ეკლესიის ისტორიაში. ყველაფერი არსებითი, ყველაფერი უცვალებელი მსოფლიო კრებებმა განუსაზღვრეს საეკლესიო ცხოვრებას. ამავე კრებებმა მომაკვდინებლად განგმირეს უკეთურება ორი სახით, როგორც ვამბობდით, ერთი მხრივ პირდაპირი გამოხატულებითაც, როდესაც დებულებითი წესით განჩინებანი, დადგენილებანი მიიღეს ამა თუ იმ გაუკუღმართების, სამოძღვრო თუ საღვთისმსახურო გაუკუღმართების შესახებ და აღმოფხრეს ისინი და დაამხეს ეს გაუკუღმართებანი და მეორე მხრივ არაპირდაპირ ასევე მომაკვდინებელი დარტყმა მიაღენეს უკეთურებას, როდესაც ფორმით არაპოლემიკური სახით, ესე იგი ასე ვთქვათ, განყენებული ფორმით, მაგრამ ყველაზე უფრო შედეგიანად მატერიალურ სიტყვაში საბოლოოდ ჩამოაყალიბეს ჭეშმარიტი მოძღვრება, სულიერი სწავლება ცხონების შესახებ. ანუ დოგმატური გვირგვინი დაადგეს საეკლესიო მოძღვრების ამ ქვეყნიურ ისტორიას. პირველი მსოფლიო კრებისგან წამსის შემუშავება, მეორე მსოფლიო კრებისგან სრულყოფა წამსისა, დანარჩენ კრებებზე უმნიშვნელოვანესი დოგმატების დადგენა, ესაა ყველაზე დიდი წვლილი და ღვაწლი და ნაყოფი მსოფლიო კრებათა ეპოქისა. და მესამე ნიშანთვისება, რომლის შესახებაც ნაწილობრივ უკვე ვიმსჯელეთ უშუალოდ წინა საუბარში, განდეგილური მეუდაბნოებითი მოღვაწეობისა და მოძრაობის საფუძველდადება. ეს მესამე ნიშანთვისება, როგორც აღნიშნავდით, არსებითად პირველისგან გამომდინარეობს, ანუ როდესაც დამთავრდა ფიზიკური მნიშვნელობით მოწამეობრივი ეპოქა, ანუ როდესაც ქრისტიანობის აღსარებლობისთვის რომის იმპერიაში, ჩვენ რომის იმპერიაზე გვაქვს რა თქმა უნდა აქცენტი, უკვე არავინ აღარ იდევნებოდა და მით უმეტეს არავინ აღარ მოიკვლევებოდა, მაგრამ დარჩა კი დაუცხრომელი სურვილი ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანში მაცხოვართან თანამოწამეობისა, რადგანაც ამ თანამოწამეობის და მარტვილური ღვაწლის აღსრულება ყოფითად უკვე აღარ ხდებოდა, უკეთურება ყოფით საფუძველსა და საბაბს აღარ შეუმზადებდა ამგვარ ღვაწლს, ხოლო სურვილი კი კვლავ გამიმეორებთ უაღრესად მძაფრად დარჩა ყველა ქრისტიანში, თვით ქრისტიანებმა აღიშურვეს კიდევ უფრო აღმატებული ბრძოლისათვის, დაუტევეს ეს სოფელი, მაგრამ დაუტევეს არა იმ აზრით, რომ განერიდნენ საცდურს, სოფელს როგორც საცდურს, არამედ როგორც ვამბობდით, სოფლისგან, როგორც გარეგანი საცდურისგან ყურადღება გადაიტანეს საკუთარ შინაგან სამყაროზე, შინაგანი ხედვით განჭვრიტეს საკუთარი ბუნება და მათ შიგნით გონებაში ეს ბრძოლას მიეცნენ იქ დაბუდებულ უკეთურებათა წინააღმდეგ. გარეგანი მტრის ნაცვლად პირველ რიგში შინაგანი მტრისკენ წარმართეს ბრძოლა და არათუ ნივთიერი საცდურით გამოვლენილ უკეთურ ძალას დაუპირისპირდნენ, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვა, არათუ დაუპირისპირდნენ უკეთურ ძალას იმ ნივთიერი საცდურის, რაც მათ შორის იგულისხმება ამ ბრძოლის ნივთიერი საცდურის დამარცხებით, არამედ თვით იმ სათავეს საცდურისას ახოვნად შეებრძოლნენ, შეერკინენ და ასპარეზობაში მათ ყოველ შემთხვევაში, რომლებმაც ღირსეულად დაიცვეს ეს ბრძოლა, გადაიხადეს ღირსეულად ეს ბრძოლა, ამ ასპარეზობაში მარტვილური ღვაწლის ტოლფასი გვირგვინი მოიპოვეს. ეს იყო სულიერი საფუძველი განდეგილობის აღმოცენებისა, მაგრამ როგორც წინა საუბრის დასასრულს აღნიშნეთ, მკვლევართა შორის ჩვეულებრივ გამოიყოფა ისტორიული ყოფითი საფუძველი განდეგილობის აღმოცენებისა, რასაც გარკვეულ შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელობა ჰქონდეს. ეს ყოფითი საფუძველი შემდეგი გახლავთ. მიიჩნევა, რომ განდეგილობის აღმოცენებას
რაღაცნაირად ნიადაგი შეუმზადა იმ დევნულებებმა ქრისტიანთა წინააღმდეგ, რომ აი ასეთი რაღაც განსაკუთრებული მასშტაბურობით ხორციელდებოდა გამოკვეთილად მესამე საუკუნის შუა წლებიდან. მანამდეც, მაგრამ ამ დროიდან მესამე საუკუნის შუა წლებიდან, კერძოდ დეკიუსის დევნულებიდან მოყოლებული, ყველაზე უფრო გამოკვეთილად. დევნულება, რა თქმა უნდა, მიმართული იყო იმ ქრისტიანთა წინააღმდეგ, რომლებიც არ იცვლიდნენ აღსარებლობას, არ თმობდნენ და ასეთი ქრისტიანები ჩვეულებრივ მარტვილურად აღესრულებოდნენ. მაგრამ დევნულება იმასაც გულისხმობს, რომ პიროვნება ქრისტიანი, რომელიც რა თქმა უნდა ერთგულობს თავის აღსარებლობას, მაგრამ ამავე დროს ხორციელი შიში აქვს როგორც ადამიანს, ტანჯვის, წამების, სიკვდილის წინაშე, ცდილობს როგორმე განერიდოს მომხდურს, ტანჯველს და სადმე ისეთ ადგილას შეაფაროს თავი, სადაც დევნულების מחვილი არ მიწვდება მას. ცხადია, ათასობით და ათიათასობით ქრისტიანი, რომლებიც ამ დევნულების მსხვერპლნი უნდა გამხდარიყვნენ, ყველა მათგანი ისეთი ურყევი გამძლეობისა და მოთმინებისა ვერ იქნებოდა, ბევრ მათგან შეიძლებოდა მათივე უაღრესად მყარი რწმენის საწინააღმდეგოდ ფიზიკური ტანჯვის შედეგად რაღაც დაეთმო, ამიტომ ამ საშიშროებას რომ გადარჩენილიყვნენ და თვით ტანჯვაც რაც იქნებოდა თავიდან აეცილებინათ, ყველა კვლავ აღნიშნავთ ვერ იქნებოდა განწყობილი მარტვილური თავდადებისთვის, აი ამგვარი პირები განერიდებოდნენ დევნულებას შედარებით მიუვალ ადგილებში, რომ როდესაც დაცხრებოდა ეს დევნულება, კვლავ უკან დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ ხდებოდა ისე არაიშვიათად, რომ ამგვარ ადგილებს თავშეფარებული ქრისტიანები გახანგრძლივებული დევნულების ჟამს, იქ, ესე იგი ამგვარ ადგილებში გარკვეულ წესს შეიმუშავებდნენ ცხოვრებისას, გარკვეულწილად შეეთვისებოდნენ ამგვარ ცხოვრებას და როდესაც დევნულება დამთავრდებოდა, დიდი ნაწილი უკან ბრუნდებოდა, მაგრამ ყველა არა. ზოგნი რჩებოდნენ კვლავ ამ ადგილებში და იმგვარივე წესით, ასეთი განმარტოებული, განშორებითი წესით განაგრძობდნენ ცხოვრებას. შემდგომ მათ სხვადასხვა პიროვნება ამავე ცხოვრების მოტრფიალე უერთდებოდა და ასე თანდათანობით მიიჩნევენ მკვლევარები დასაბამი და უმტკიცესი საფუძველი მიეცა განდეგილობას. კვლავ აღნიშნავთ, რომ ეს განმარტება აბსოლუტურად მცდარად არ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რაღაც სიმართლე ამაში ძევს, მაგრამ შეუძლებელია ჩვენ ვიფიქროთ, რომ მხოლოდ ეს გახდა განდეგილობის ასეთი მასშტაბით აღმოცენების საფუძველი. დეკიუსის დევნულებამდეც, რა თქმა უნდა, დევნულებანი არაიშვიათი იყო და უაღრესად მძაფრიც ხშირად, მაგრამ განდეგილობის აღმოცენება მას არ მოჰყოლია. საკუთრივ მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარს რომ დაემთხვა განდეგილობის ფაქტობრივი დაფუძნება, ფაქტობრივი იმიტომ ამბობთ, რომ რაღაც გამოვლინება მხოლოობითი წესით, მარტოსულობითი წესით, ესე იგი არა მოვლენის დაფუძნება, არამედ პიროვნულად ანალოგიური ღვაწლის აღსრულება, რა თქმა უნდა, მანამდეც რაც ჩვენ არ ვიცით, შეიძლებოდა ყოფილიყო, თუნდაც პავლეთებელი, საერთოდ ჩვენთვის ცნობილი პირველი განდეგილი, ანტონ დიდზე უწინარესია, ანუ იმ პიროვნებაზე უწინარესია, რომელიც საფუძვლდამდებად მიიჩნევა განდეგილობისა და არის კიდეც ასე ანტონ დიდი. მისი უწინარესია პავლეთებელი, მაგრამ პავლეთებელი მართლაც კერძოობითი გამოვლინებაა, რადგანაც მას არავინ მიმდევართაგანი არ გაშენია, თუ საკუთრივ ანტონ დიდს არ ჩავთვლით ამგვარად, მას არანაირი მოვლენა არ დაუფუძნებია, ის პიროვნულად ამგვარი ცხოვრების მოტრფიალე გახდა და რომ არა ანტონი დიდი, იგი ისე აღესრულებოდა, რომ მის შესახებ საერთოდ ვერაფერს ვერ გავიგებდით. ასე რომ პავლეთებელი არის ნიმუში იმისა, რომ ასეთი კერძოობითი განდეგილობა შესაძლო არსებულიყო, მაგრამ ჩვენ რადგანაც საუბრობთ მოვლენაზე, მოძრაობაზე და მართლაც ასეთი გახდა განდეგილობა და გახდა სწორედ მეოთხე საუკუნის პირველი ნახევრიდან, შესაბამისად ყურადღებას მივაქციოთ ასეთ ფაქტს, რომ მეოთხე საუკუნის დამდეგს ფუძნდება განდეგილობა და სრულიად მოკლე დროში ეს წესი ცხოვრებისა ხდება საყოველთაო, ყოვლის მომცველი, მთელი ქრისტიანული მსოფლიოსთვის უაღრესად ნიშანდობლივი. ისე რომ მეოთხე საუკუნის შუა წლებისთვის უკვე განდეგილობა საბოლოოდაა დამკვიდრებული და აურაცხელი უდიდესი განდეგილი, უდიდესი მოღვაწე, მეუდაბნოე არა მხოლოდ ფიზიკურად მოღვაწეობს, არამედ საღვთისმეტყველო თვალითაც განჭვრეტს ამგვარი მოღვაწეობის სიღრმეებს და განდეგილური ღვთისმეტყველება ფუძნდება უდიდესი მნიშვნელობის მქონე თანდათანობით. და აი ასე სწრაფად რომ ეს მოვლენა ამგვარად განივცო, შეუძლებელია მას ყოფითი საფუძველი ჰქონოდა მხოლოდ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჰქონდა და უდიდესწილად ჰქონდა მას სულიერი საფუძველი, ხოლო ეს სულიერი საფუძველი სხვა არაფერი არ შეიძლება იყოს, თუ არა ის, რაც განდეგილური მოღვაწეობის საფუძველშივე დევს. რისთვის მოღვაწეობს
განდეგილურად პიროვნება, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, კვლავ გავიმეორებთ, რომ ახოვანი ასპარეზობა გასციოს, მტერს უშუალოდ შეებრძოლოს, არა შუალობითად, არა ნივთიერ საცთურთა გამოვლინების გზით, რაც ამ სოფელში სახეზეა, სადაც თვითუკეთურება პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ თავის თავს არაპირდაპირ ავლენს სხვადასხვა ნივთიერ საცთურთა სახით და ადამიანი უშუალოდ ამ საცთურთა წინააღმდეგაა მებრძოლი და ვინც დაითმენს და შემოიზღუდავს თავის თავს ის ასკეტია და ამგვარი ასკეტები პირველი საუკუნიდანვე არსებობენ, რომლებიც ამასოფლის საცთურთაგან განაკრძალებენ საკუთარ თავს, მაგრამ ეს მაინც უშუალოდ უკეთურების წინააღმდეგ ბრძოლა არა, არამედ უკეთურების იარაღთა საცთურთა წინააღმდეგაა ამგვარი ბრძოლა მიმართული. და ბრძოლის უაღმატებული სახეობა სწორედ ის გახლავთ, როდესაც პიროვნება თვით საცთურთა სათავეს და საცთურთ მოთავეს შეებრძოლება და არა მისგან გამოვლენილ ამა თუ იმ ნივთიერ საცთურს. თვით უკეთური ძალის წინააღმდეგ ამხედრდებიან განდეგილობისკენ სწრაფველი მოღვაწეები და ამიტომ ეს ყველაზე ახოვანი, ყველაზე აღმატებული, ყველაზე მძიმე და ბრჭყალებში რომ თქვა სისხლის მღვრელი ბრძოლა. ამგვარ ბრძოლაში გამარჯვებულნი, უკეთურების დამძლევნი, როგორც აღვნიშნეთ, იმავე სულიერი სიმაღლით განიმსჭვალებიან, რაც ფიზიკურად აღსრულებულ მარტვილებს აქვთ, იმავე ღვაწლის აღსრულებელნი წარმოჩნდებიან და იმავე გვირგვინს იღებენ. მოგეხსენება, ჩვენ არაერთის აგვინიშნავდა, ისედაც ცნობილია, როგორაა შეფასებული განდეგილური ღვაწლი, თუნდაც წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში და ეს სხვა მეუდაბნოის ცხოვრებიდან მომდინარეობს, როგორც ცნობილია, სადაც თქმულია, რომ მარტვილთა ერთგზის ხოლო იმარტვილეს, ანუ ერთჯერადი იყო ამა თუ იმ ფიზიკურად აღსრულებული მარტვილის მოწამეობრივი ხვედრი, მაშინ როცა იქვეა თქმული, ესენი განდეგილი მამები ყოველდღე მარტვილობენ საკუთარი უდიდესი ღვთიური შეწევნითა და პირადი ნებით, ვნებათ დათრგუნვის გზით, ვნებათ მოთავის წინააღმდეგ ყოვლად უშიშრად და ახოვნად ამხედრებული. ამიტომაა მათი ღვაწლი უაღრესად საყურადღებო, მრავალთათვის სანიმუშო და ამიტომვე განაპირობა ამგვარმა ღვაწლმა აურაცხელი მიმდევრის მყისიერად გაჩენა. ანტონი დიდი ერთადერთი იყო, ვიდრე პავლეთებელს ნახავდა და ისედაც პავლეთებელის ნახვის შემდეგაც, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ორს არ შეუქმნია რაღაც სამოღვაწეო წიაღი და სამოღვაწეო სახეობა არ ჩამოუყალიბებიათ, ის მარტო მოღვაწეობდა, მარტო სული ებრძოდა უკეთურების და ასევე სულიერ შემოტევას, იმ ზომამდე რომ ეს სულიერი შემოტევა მტრისა, როგორც მის ცხოვრებაში დეტალურადაა აღწერილი, ანტონის ფიზიკურ ტანჯვაწამებაში გადადიოდა, ის იგვემებოდა უკეთურებისგან, ხორცშეუსხმელი უკეთურებისგან ხორციელად იგვემებოდა, ისე რომ საძრაობაც კი წაერთმეოდა, მკვდარს ემსგავსებოდა, ანუ ეს სულიერი ბრძოლა მხოლოდ სულით არ იფარგლებოდა, ფიზიკური მხარეც, ხორციელი მხარეც მთლიანად მონაწილეობდა ამ ბრძოლაში, ორივე მხრივ დაითმენდა თავდასხმებს მტრისგან განდეგილი მოღვაწე და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ანტონი დიდი, ასე ვთქვათ, წლების მანძილზე მხოლოდ თვითონ ერკინებოდა უკეთურებას, მაგრამ მყისვე, როდესაც მისი ამბავი გახმაურდა, როგორც ასევე მისი ცხოვრებიდანაა და საერთოდ ისტორიული წყაროებიდანაა ცნობილი, აურაცხელი მიმდევარი შეეძინა მას, რომლებიც თვითონვე გახდნენ უდიდესი მეუდაბნოენი, თავთავიანთი ხაზით განდეგილობის მესაფუძვლენი, თუმცა მთავარ მესაფუძვლე განდეგილობისა კვლავაც და ყოველთვის ანტონი დიდია, სხვათა შორის ამიტომაა, რომ წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში პირდაპირაა ხაზგასმა მასზე, როგორც მარტოდ ყოფთა, როგორც მეუდაბნოეთა, როგორც განდეგილ მამათა, მაშინდელი სოციალური ტერმინით ანტონი დახასიათებული, ამგვარ მოღვაწეთა ერისთავზე. ესე იგი, მეუდაბნოეთა ერისთავის, ანტონი დიდის მოღვაწე მამათა დასს ღვთივ დაკისრებული აქვს ჩვენი მარადიული შემწეობა უკეთურების წინააღმდეგ ბრძოლის. აი ეს კონტექსტია გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში და ანტონი დიდია გამოყოფილი სახელდებითად, როგორც ამგვარ მოღვაწეთა ერისთავი, ანუ წინამძღვარი. ესე იგი, ანტონი ერთი იყო, მაგრამ მყისიერად აი ასე განივრცო რაოდენობა მისი მიმბაძველებისა და განივრცო სწორედ იმიტომ, რომ საკუთარი სულიერი სწრაფვის, ყველაზე უფრო აღმატებული ქრისტიანული სწრაფვის განხორციელება და აღსრულება სწორედ ამგვარი ცხოვრების წესში განჭვრიტეს მათ. ხოლო ეს სულიერი სწრაფვა იყო, კვლავ აღნიშნავთ, მაცხოვართან თანამოწამეობა, საკუთარი ქრისტიანობის, ანუ ქრისტეს მიმდევრობის დამტკიცება, ქრისტესეული გზის თვითშეწირვითი გზის განვლით, რაც აღსრულდა სწორედ მათგან
და ისეთი დიდი მეუდაბნოები, როგორც იყვნენ თუნდაც პახუმი დიდი, ამონა, ჰორსისიუსი, ორი მაკარი ეგვიპტელი, მაკარი ალექსანდრიელი, წმინდა ილარიონ ყველა წმინდანია, რა თქმა უნდა, თეოდორე, ხვად შემოსილი მხედარი მაცხოვრისა ახოვანი, შენუთა ატრიპელი და ვერც კი ჩამოთვლით იმდენი, აი ეს მოღვაწენი უკვე მართლაც მოძრაობის შემქმნელებად მოგვევლინენ და მათი ახოვანება გახდა ის ნიმუში მთელი თაობებისთვის და მათივე თანამედროვეთათვის, რამაც განდეგილობა ეკლესიის ისტორიისგან და საეკლესიო მოძღვრების ისტორიისგან მარადიულად განუყრელ მოღვაწეობად წარმოაჩინა, ღვაწლის უაღმატებულეს სახეობად წარმოაჩინა. ეს განდეგილი მეუდაბნოე მამები ლიტერატურული სამწერლობო კუთხითაც უმნიშვნელოვანესნი აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ ერთი მხრივ საკუთრივ მათ, საკუთარი თავისი მოღვაწეობის განჭვრეტით ჩამოაყალიბეს საეკლესიო მოძღვრების ერთი უდიდესი მნიშვნელობის სათნოებითი ღვთისმეტყველება, ასკეტური ღვთისმეტყველება, განდეგილური ღვთისმეტყველება, ასეთ შეიძლება ითქვას და ამავე დროს მათმა ღვაწლმა, მათმა უაღმატებულესმა ღვაწლმა აღძრა მათი მოწაფეები ასევე წერილობითი კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანი ჟანრის ჩამოყალიბებისკენ, ჰაგიოგრაფიისკენ. ჩვენ ადრე აღვნიშნავთ, რომ პირველი ჰაგიოგრაფიული ძეგლი ჩამოყალიბებულად ჰაგიოგრაფიული, აქ არაა საუბარი რაღაც ჩანასახვანი თვისებების მქონე წინარე ეპოქის ლიტერატურაზე და სხვა, ყოვლითურთ სრულყოფილი ჰაგიოგრაფიული ძეგლი, რაც ნიმუში გახდა გვიანდელი ჰაგიოგრაფიული ხასიათის ძეგლებისა, ესაა სწორედ ანტონი დიდის ცხოვრება, დაწერილი წმინდა ათანასე ალექსანდრიელისგან 356 წელს. აი ამ სახის, ამ ტიპის წერილობითი მოღვაწეობა მოწაფეთაგან, დიდ მეუდაბნოეთა მოწაფეთაგან აღესრულებოდა, რამაც ეს ცულობითად აღურიცხავი და უდიდესი სულიერი მნიშვნელობისა და ფართო განფენილობის მქონე ჟანრი და ნაწილი საეკლესიო ლიტერატურის ჰაგიოგრაფია თავისივე ორი ნაწილით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ აქცენტი გვაქვს ცხოვრების ტიპის ჰაგიოგრაფიაზე, თუმცა ის განუყრელია მეორისგან, რადგანაც იმავე სულიერებისა, იმავე ღვაწლის აღსრულებელია, თუმცა არა ფიზიკურად თავის მოკვეთის გზით. მაინც ამ მხარეზეა ჩვენი აქცენტი, ცხოვრების ტიპის ჰაგიოგრაფია უდიდესი მნიშვნელობის მქონე, ეს აღმოაცენა და პატრისტიკისთვის, საეკლესიო წერლობისთვის უდიდესი სიკეთის მომტანი გახდა. საკუთრივ საქართველოშიც მოგეხსენებათ რაოდენი მნიშვნელობის ცხოვრების ტიპის ჰაგიოგრაფიული ძეგლები შეიქმნა, შორს რომ არ წავიდეთ, თუნდაც ასურელ მამათა მოღვაწეობის აღმსახველი ჰაგიოგრაფიული თხრობანი, წმინდა გრიგოლ ხანძთელის ვრცელი ცხოვრება, უდიდესი მნიშვნელობის მქონე, წმინდა სერაპიონ ზარზმელისა, მრავალთა იქნება ეს იოანე და ექვთიმე ათონელები, თვით გიორგი ათონელი და სხვა. ასე რომ განდეგილური ღვაწლი, როგორც უკეთრესი ნიშანთვისება და დაფუძნებული და დასაძირკვლებული მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში განუყრელი ხდება ეკლესიის ისტორიისგან, მაგრამ მისი მნიშვნელობა განისაზღვრება არა მხოლოდ საქმითი ღირსებით, არამედ როგორც აღნიშნეთ, საკუთრივ სამწერლობო კუთხივაც, რადგანაც ამგვარ ღვაწლს შედეგად მოჰყვა ჰაგიოგრაფიის ცხოვრების ტიპის ქვეჟანრის დაფუძნება და საყოველთაოდ განვრცობა. მეუდაბნოე მამათა ცხოვრებანი ხდება ყველაზე უფრო საწადელად საკითხავი და ალბათ დღესაც ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ უდიდესი სიკეთის მომტანია, დიდი სარგებლის შემძენია მკითხველისთვის და მამანი, მოღვაწენი, ნებისმიერი ქრისტიანი, თუნდაც მხოლოდ საერო ცხოვრებაში მყოფი, ყოველთვის განისწავლებოდნენ სწორედ მეუდაბნოე მამათა ცხოვრებების არაერთგზისი წაკითხვის გზით, შეთვისებით, მათი ცხოვრების წერილობითი გადმოცემიდან დიდი სარგებლის მიღებით. მრავალი სხვა შედარებით უფრო ნაკლებ გამოვლენილი თვისება ასევე ხაზგასასმელია აღნიშნულ ეპოქასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი საუბარი ცენტრალურ, ყველაზე უფრო მთავარ უარსებით ეს თვისებებს ეხებოდა, რომელთა შორისაც ამჟამად განხილული თვისება თავისი წარუვალი მნიშვნელობის მქონე ყოველთვის იყო და დღემდე შენარჩუნებულია ვიდრე მეორედ მოსვლამდე. განდეგილური მოღვაწეობა მეუდაბნოებითი, კელინური, ანაქორეტული, ანუ სულიერ ასპარეზობაზე საკუთარი ნებით, მთელი კრებულის, რა თქმა უნდა, არა ერთისა და ორის, არამედ მთელი კრებულის, მთელი თაობების უშიშრად მაცხოვრის ლაშქრის ღირსეულ ჯარისკაცად
გასვლისა აი ასეთ ასპარეზობაზე და მტრის ძლევის აურაცხელი ნიმუშისა, რაც ყოველთვის ჩვენს მარადიულ სანიშნად იქნება ამ სოფლის საცდურში გზის გასაგვლევად. ამით დავასრულებთ, გმადლობთ ყურადღებისათვის.